მოგესალმებით, დღეს ჩვენ ვისაუბრებთ WSO Rozvadov main event-ის შესახებ. გვეყოლება ყველა ის რესპონდენტი, რომელიც იღებს მონაწილეობას, იღებდა მონაწილეობას ტურნირზე, რომელიც ახლაც მიმდინარეობს. დღე მეორე, ქალაქი პლზენი. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ლაშა ნარჩომაშვილთან, რომელმაც გუშინ დაგტოვა ტურნირზე და ვისაუბრებთ იმის შესახებ, თუ როგორ გაიარა სათამაშო დღემ. მოგესალმებით, ლაშა. თუ შეგიძლია უთხრა მაყურებელს გუშინდელი დღის შესახებ, გუშინდელი სათამაშო დღის შესახებ, როგორ ჩაიარა დღემ, როგორ დაიწყო ის და როგორ განვითარდა და ბოლოს რა რით დასრულდა, როგორ გამოვეთი შენ გათამაშებას. გამარჯობათ. ძირითადად მიდიოდა დაძაბული გარემოში თამაში. მაგიდაზეც ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებულად რთული მაგიდა იყო, საშუალო აგრესიის მაგიდა იყო. იყო რამოდენიმე ისეთი მოთამაშე, იღბლის შემთხვევაში, რომ შესაძლებელია ჩიპლიტერის გამხდარიყავი, მაგრამ ეს ყველაფერი ვერ მოხდა გარკვეული მიზეზების გამო. კარულებში როდესაც წავაგე, მის შემდეგ მთელი დღე მიწევდა შორტი თამაში და აი გადარჩენაზე თამაში მინდოდა და ბოლოს დღის ბოლოს გავისოლდე კიდე. შენ აღნიშნე ხელი, სადაც ყავდა მეფეები, შეგიძლია უფრო დეტალურად მოუყვე მაყურებელს, როგორ მოხდა ხელის გათამაშება და როგორ დასრულდა, რა გამოიწვია ამ ხელის დამარცხება. თუ არ ვცდები, სლოვაკი მოწინააღმდეგე იყო და საკმაოდ კარგადაც თამაშობდა. 2-3 საათი თამაშის შემდეგ უკვე შეიძლება დასკვნის გამოტანა მისი თამაშიდან და 4-bet call მეთამაშა, ალბათ ace king იყავდა. ან რაღაც ტუზი ყავდა კარგი კაროლები ყავდა და ფლოპში ტუზი დაეცა ცებეთს გაქოლა და მე უკვე მივხვდი რომ ან ტუზები გამიქოლა ან ტუზ კარული სხვა არ იყო იქ არაფერი ბლეფის არალოგიკური იყო ძალიან შეგიძლია გითხრა იმის შესახებ თუ რა გამოცდილება იყო ეს თამაში, რადგან რამდენად ვიცით, შენ საზღვარგარეთ თამაშის გამოცდილება არ გქონია. მაინტერესებს ამ გამოცდილების შესახებ და იმ პრაქტიკის შესახებ, რაც გუშინდელმა თამაშმა შენ მოგცა და შეგმატა და განავითარებს შენ თამაშს მომავალში. თამაშის ცოდნის მხრივ ალბათ ერთი დღიდან გამომდინარე ვერ ვიტყოდი რომ ბევრი რამე მომემატა, მაგრამ უფრო ლაივ ურთიერთობები ნორმალურ მოთამაშეებთან რაღაც სკილებს გმატებს და რაღაცეებს უკეთესად აანალიზებ და გადმოგაქვს ონლაინიდან ლაივში. რამდენადაც ვიცით პრაქტიკაში და რეალურ ცოცხალ პოკერში გამოსვლება არც თუ ისე დიდი აქვს ქართულ მოთამაშეებს, რომლებიც აქ არიან ჩამოსულები. რამდენად მარტივი იყო ადაპტაცია მაგიდაზე, რამდენად მარტივად მოახდინე საკუთარი უნარების რეპრეზენტირება თამაში და რამდენად მარტივად ადაპტირდი მაგიდაზე ზოგადად. მაგიდაზე ადაპტირება ნამდვილად არ გამჭირვებია, ჩვეულებრივად თავისუფლად ვიყავი. თავარი აქ არის, როდესაც ჩამოდიხარ, უნდა განთავისუფლდე ყველანაირი კომპლექსისგან, ან თუნდაც იმისგან, რომ პირველად თამაშობ და ასე შემდეგ. თუ შეგიძლია გითხრა უშუალოდ სათამაშო დღის ანალიზის თვალსაზრისით, რა შეცდომა შეიძლება ითქვას, რომ დაუშვი შენ და თუ იყო რაიმე კონკრეტულად შენი შეცდომის ბრალი ტურნირიდან გამოთიშვა, ან უკეთესად, ანუ უფრო ოპტიმალურად ხო არ შეიძლებოდა შენი სტეკის გამოყენება, თუნდაც short სტეკის თვალსაზრისით. ალბათ ოდნავ მაინც რომ სტეკი მომემატებინა შეიძლება და უკეთესად თამაში შემოგიდოს, იმიტომ რომ იმიჯის ისეთი მქონდა რომ ყველაფერს მიჯერებდა უკვე და ბოლოს მარიაჟი როცა გავფუშე 10 ბლაინდი ვიყავი და 10 ბლაინდით მეორე ტურში გადავალ, მეორე დღეს გადავალ თუ არ გადავალ, ჩემთვის დიდად მნიშვნელობა არ ჰქონდა ტურნირს თამაშობ მოსაგებად და გადასვლას დიდი გადამწყვეტი აზრი არ აქვს ჩემს მეორე დღეს გაისოლდები თუ დღეს. როგორ შეაფასებდი უშუალოდ ტურნირის მონაწილეებს და იმ ატმოსფეროს, რაც შენ დაგხვდა კაზინო კინგში, რომელშიც იყავდი მონაწილეობას main event-ზე? ატმოსფეროდან გამომდინარე, ერთი ძალიან კარგი ფაქტი, რაც აღნიშნე ჩემ მეგობრებთან პირველი იყო და რაც ძალიან მესიამოვნა, რომ ამ საზოგადოებისთვის პოკერი ბევრად უფრო მიღებულია, ბევრად უფრო ადაპტირებულია და ბევრად უფრო შვიდი თამაში მიდის, რაც განსხვავებულია ქართული სიტუაციიდან გამომდინარე, ხვდებით ალბათ რის თქმაც მინდა, არანაირი ნერვები, არანაირი აღშფოთება, ან ეს რატო გააკეთე, ის რატო გააკეთე, ჩვეულებრივად არის სპორტი და ერთობა საზოგადოება. მოვიგებ,
არ მოვიგებ და მაგის გულისთვის არავის არაფერს არ წვეთქვა. და ზოგადად რო შეაფასო ეს შტაბ-ეჭვლებები თუ აპირებ მომავალშიც ანალოგიურ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა და სხვა დროს სხვა მიმართულებით ასევე გაემგზავრო და ითა მიიღო მონაწილეობა WSOP-ის სხვა ღონისძიებებში, რომელსაც აჭარაბეთი და ქართლეიერი ორგანიზებას გაუწევენ. აუცილებლად. ვეცდები ყველანაირად რომ დღევანდელი შედეგი არც არაფერი ყოფილა თუ გუშინდელი, მაგრამ ჩემი ადგილი მოვიპოვო და რაღაც თქვა მაინც. კეთილი წარმატებები აჭარაბეთი და ქართლეიერი გისურვებთ წარმატებებს. მადლობა.